მოგესალმებით. შაბათს 16 საათზე იმედის ეთერშია იმუნიტეტი. ჩვენ კი როგორც ყოველთვის გადაცემის წამყვანები, ექიმები ნინო ნადირაძე და გიორგი ჩიჩუა გახლავართ. დღეს ვისაუბრებთ როგორ დავიცვათ კანი მზის მავნე გამოსხივებისგან. კანზე ულტრაისფერი სხივების ზემოქმედება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია დერმატოლოგიაში. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მზეზე დიდხანს ყოფნამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაადრევი დაბერება, ჰიპერპიგმენტაცია და რაც ყველაზე სახიფათოა კანის კიბო. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ მზის ულტრაისფერი გამოსხივება კანის უჯრედებში ცვლილებებს იწვევს. გადაცემის მეორე ნაწილში კი გაგაცნობთ სიახლეებს 16 წლის მარიამ კოხრეიძის ჯანმრთელობის შესახებ. მარიამს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. ხალხმა გოგონა ფოტოგრაფ დავით ოქროპილაშვილის პოსტებიდან გაიცნო. მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა. საზოგადოების დახმარებით ოპერაციისთვის თანხა შეგროვდა და ცოტა ხნის წინ მას თურქეთში წარმატებული ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა. და ამ თემებზე სასაუბროდ ჩვენ დღეს მოვიწვიეთ. ბატონი ზაზა თელია, ექიმი დერმატოვენეროლოგი. კანს გააჩნია დამცველობითი უნარი და ეგრეთ წოდებულ ფარსაც კი ვეძახით. და ბატონი დავით ოქროპილაშვილი, ფოტოგრაფი, რომელიც ჩვენ ჩართვით შემოგვიერთდება. ყველაფერი ძალიან კარგად დასრულდა. ერთი პატარა პრობლემაც არ შექმნილა, სატურაციაც არ მქონიაო, შემდეგ გავიგე რომ სისხლის გადასხმა არ დაჭირვებია, საერთოდ უპრობლემოდ წავიდა სრულიად მარიამის კურნალობა. და დღეს ჩვენი სასაუბრო თემებია, როგორ მოქმედებს მზე კანზე. იწვევს თუ არა მზისგან დამცავის გამოყენება D ვიტამინის გაუმუშავების შემცირებას. როგორ შევარჩიოთ მზისგან დამცავის საშუალება. როგორ დავიცვათ კანი ციფრული დაბერებისგან. მარიამ კოხრეიძისთვის წარმატებით ჩატარებული ოპერაცია. და სანამ სტუმარს მოვიწვევთ, შეგახსენებთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. GM Pharma, რომელიც გახლავთ ჩვენი გადაცემის სპონსორი, წარმოადგენს საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს და საქართველოს GMP-ს სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. და გადაცემის სპონსორია წყალი მთის ნინა სიახლე. წყალი მთის საფეხბურთო კლუბ Paris Saint-Germain-ის პარტნიორია. აი ხო ხედავ როგორი ფეხი გვაქვს. და Paris Saint-Germain-ი 4 წელი ერთად. და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ წყალი მთის არ შეიცავს ბრომატს, ანუ 0% ბრომატი. ახლა კი მოვიწვიოთ ჩვენი სტუმარი, ექიმი, დერმატოვენეროლოგი, ბატონი ზაზა თელია. ბატონ ზაზა, ყოველ სტუდიაში ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესოა ხოლმე თქვენი მონაწილეობით ჩვენი გადაცემა. მოგესალმებით. გთხოვთ, მოგზანდით. ბატონო ზაზა, სანამ დავიწყებთ საუბარს, შემოგთავაზებთ. წყალი მთის. როგორც ყველა მამაკაცი და რა თქმა უნდა, ქალბატონი, ჩვენ ყველანი ვართ ფეხბურთის კომაგები და კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ წყალი მთის და Paris Saint-Germain-ის შორის დაიდო კონტრაქტი 4 წლის განმავლობაში და ასე რომ ჩვენი პარტნიორია. მოდი დავიწყოთ, ბატონ ზაზა, კანი. ყველაზე დიდი ორგანო. ყველაზე დიდი ორგანო, რომელიც მთლიანად ფარავს ადამიანის სხეულს და წარმოადგენს ერთგვარ, ასე ვთქვათ, დამცავ ბარიერს, რომელიც აფერხებს უცხო აგენტების, მავნე აგენტების შეღწევას ორგანიზმში. მოდით, რა არის კანი? აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, როგორია მისი ანატომიური აგებულება და რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ორგანო ჩვენი ორგანიზმისთვის. რა თქმა უნდა, კანი არის ჩვენი ყველაზე დიდი ორგანო, რომელსაც მულტიფუნქციური დანიშნულება გააჩნია, დაწყებული იმუნური პასუხით, ანუ იმუნური სისტემის ჩართულობა, დამთავრებული ასევე სხვადასხვა ორგანოებთან კავშირისა და ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ თვითონ დერმატოლოგია არის ძალიან ფართო სპექტრის პროფილი მედიცინაში და დერმატოლოგი კარგად უნდა ერკვეოდეს ბევრ დარგებში, სხვადასხვა პროფილებში, იმიტომ რომ კანზე გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის დაზიანებები
მათ შორის გამონაყარი იქნება ეს თუ სხვა ტიპის დაზიანება იქნება, შეიძლება მანიშნებელი იყოს ზუსტად სხვადასხვა ორგანოების დაავადებებისა, მათ შორის სისტემური დაავადებებისა, რომელიც არც თუ ისე იშვიათია, მაგალითად, ეგრეთ წოდებული სისტემური ანთებითი დაავადებები, რევმატოიდული დაავადებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ კანს გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი აი ამ მულტიფუნქციური თვისებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ეს არის დამცველობითი უნარი და ეგრეთ წოდებულ ფარსაც კი ვეძახით, იმიტომ რომ პირველად დარტყმას, ასე ვთქვათ, ორგანიზმზე ზუსტად ეს ჩვენი კანი იღებს საკუთარ თავზე, მაგრამ რა თქმა უნდა, მასაც აქვს ლიმიტი თავისი და მასაც სჭირდება ხელის შეწყობა და გარკვეული ტიპის პრევენციული ღონისძიებები იმისათვის, რომ ეს ორგანოც ბერდება, როგორც ყველა ჩვენი ორგანო ორგანიზმში და მას სჭირდება პრევენცია იმისა, რომ მოხდეს გადავადება ზუსტად ამ დაბერების პროცესის და აი მაგალითად მავნე ულტრაისფერის სხივები, რაზეც უკვე მეცნიერები წლებია უკვე თანხმდებიან და უთანხმდებით, სერიოზულ ზიანს ახდენს ზუსტად პირველ რიგში ჩვენს კანზე, სხვა ორგანოებზეც, მაგრამ კანზე განსაკუთრებით. ბატონო ზაზა, უკვე გაზაფხულია და ზუსტად თქვენ უკვე ახსენეთ მზის სხივების მავნე ზემოქმედება კანზე და მალე უკვე ზაფხულის დადგება, დაიწყება შვებულებების პერიოდი და ასე შემდეგ და მოდით ჩვენი მოსახლეობა მოვამზადოთ იმისთვის, რომ იცოდნენ თუ როგორ უნდა დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა, საკუთარი კანი ამ ულტრაისფერი და არა მხოლოდ ულტრაისფერი, არამედ ასევე ინფრაწითელი სხივებისგან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დამწრობა. მეცნიერები თანხმდებიან, რომ ულტრაისფერის სხივები, აი ეს ტალღოვანი სიხშირე, რომელიც მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე, სერიოზული ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გაზაფხული მოვიდა, გაზაფხულიდან მოყოლებული ისეთი კლიმატის ქვეყნებში, როგორც საქართველოა, რა თქმა უნდა, მზის ულტრაისფერი დასხივება უფრო იმატებს. ანუ აქ იგულისხმება აპრილიდან მოყოლებული ოქტომბრამდე დამთავრებულია ეს პერიოდი, ეს გამოსხივება უფრო მეტია. ისეთ ქვეყნებში, როგორც საქართველოა, თუმცა არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ულტრაისფერის სხივების გამოსხივება ზამთრის პერიოდში ხდება, ამიტომ მოკლედ რომ მაყურებელმა გაიგოს, შინაარსი არის შემდეგი, ულტრაისფერის სხივი არსებობს A, B და C. ჩვენ ვსაუბრობთ A და B სხივზე. ულტრაისფერი A სხივი B სხივთან ერთად, რა თქმა უნდა, ხდება უპირატესად ზამთრის პერიოდში, იმიტომ რომ ულტრაისფერი A სხივია, სხივი, რომელსაც მაგალითად ღრუბელი ვერ ფილტრავს, ანუ ღრუბლის გავლით დედამიწის ზედაპირამდე აღწევს და შესაბამისად აღწევს ჩვენს კანამდე, მეტიც კანგავლით მან შეიძლება მიაღწიოს ვისცერალურ ორგანოებამდე და ზუსტად ულტრაისფერი A სხივია, სხივი, რომელიც პასუხისმგებელია დნმ-ის დაზიანებაზე. ანუ მას აქვს უნარი, რომ დნმ-ი დააზიანოს არა მარტო კანში, არამედ სხვა ორგანოებში და ზუსტად კანცეროგენული ეფექტი გააჩნია ზუსტად ამ ულტრაისფერ A სხივს. შედარებისთვის ულტრაისფერი B სხივი იფილტრება ღრუბლიან ამინდში და ზუსტად ულტრაისფერი B სხივია კანის დამწრობაზე პასუხისმგებელი. ანუ კანის დამწრობას ჩვენ ვიღებთ ულტრაისფერი B სხივისგან და კიბოს განვითარების რისკი იმატებს ულტრაისფერი A სხივისგან. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად დავიცვათ ჩვენი კანი, როგორც A სხივისგან, ასევე B სხივისგან და ზუსტად ამიტომაც არის, რომ ჩვენ მოსახლეობას ურჩევთ ხოლმე, რომ მზის დამცავები, ეს არის ერთ-ერთი ეფექტური შექმნილი მეცნიერების მიერ საცხები, რომელიც იცავს როგორც A სხივისგან, ასევე B სხივისგან. თუ ჩვენ ღრუბლიან ამინდში ნაკლები შანსი გვაქვს, რომ დავიწვათ და დამწრობა უპირატესად ზაფხულში ფიქსირდება ხოლმე სტატისტიკურად, ულტრაისფერი A სხივი ზამთარშიც ხდება, ამიტომ ურჩევთ ხოლმე მოსახლეობას, რომ მზის დამცავები არ გამოიყენონ სეზონურად. გამოიყენონ ზამთარ-ზაფხულს და მათ თუმცა ზამთარში ბევრად ნაკლებია იმ ზედაპირის ფართობი, რასაც ხედავს თქვათ და რასაც ხდება ულტრაისფერი გამოსხივება. ტანსაცმლისგან დაუფარავი ადგილები უფრო ნაკლებია, რა თქმა უნდა, ესეც უნდა აღვნიშნოთ, ამიტომ
ტანსაცმელის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ეფექტური დაცვის მექანიზმი. და როდესაც თქვენ ყველაფერს იტყვით თუ რა ზიანი მოაქვს ულტრაისფერ სხივებს კანისთვის, აუცილებლად ალბათ იმის მიხედვით ჩამოაყალიბებთ, აი კანის ფუნქციების მიხედვით. კანი მაგალითად გამომყოფი ორგანოც ხომ არის, აი ამ კუთხითაც რა ზიანი შეიძლება მიადგეს კანს როგორც გამომყოფ ორგანოს და რომ აუხსნათ რატომ არის კანი გამომყოფი ორგანო ჩვენს ტელემაყურებელს და აი ამ კუთხით ზიანის, რომ თქვათ მარტო დაბერებაზე ან კანცეროგენულ თვისებებზე არ კონცენტრირდეთ. დიახ. ეს ულტრაისფერის სხივები, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, მას აქვს როგორც კიბოს გამომწვევი მიზეზი, ასევე მას შეუძლია გამოიწვიოს კანის დამწრობა, დაბერება და ნაოჭება, ანუ ნაოჭების გაჩენის უფრო მაღალი ალბათობა არსებობს იმ ადამიანებში, ვინც უპირატესად ეფიცხებიან მზეს და მზის სხივების ქვეშ იმყოფებიან. ხშირად ამაზე სხვათა შორის კვლევები ძალიან საინტერესო კვლევებია ჩატარებული გენეტიკურად იდენტურ ადამიანებში, ანუ ტყუპებში, ტყუპ ქალბატონებში, რომლებიც 1-50 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მზის სხივების გარეშე, მეორე ცხოვრობდა ინტენსიური მზის დასხივების ქვეშ და შედარებულია ფოტოებიც მოიპოვება ინტერნეტში, თუ რამხელა განსხვავება თუ ერთის კანი როგორ დაბერდა, რა სწრაფად დაბერდა და მეორე, რომელიც მზის სხივების დასხივების ქვეშ არ იმყოფებოდა, გამოიყურება დაახლოებით 20-25 წლით უფრო ახალგაზრდულად. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მზის ულტრაისფერის სხივების ზემოქმედებით კანი იმგვარად ზიანდება, რომ აი თქვენ რაც აღნიშნეთ, ეს გამომყოფი ფუნქციები, ჩვენ ვიცით, რომ ცხიმოვანი ჯირკვლებიც კანის ზედაპირზე იხსნება, საუფლე ჯირკვლებიც კანის ზედაპირზე იხსნება და მათ აქვთ უნარი, რომ ეს სხვადასხვა დაშლის პროდუქტები კანის გამოყოფის გზით, აორთქლების გზით მოაშორონ ორგანიზმს, ასე ვთქვათ. ან თუნდაც თერმორეგულაცია განხორციელდეს. ასევე თერმორეგულაცია, რა თქმა უნდა. აი ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება და ასევე უნდა აღინიშნოს შიდა სივრცეებში ინფრაწითელი სინათლე და ეგრეთ წოდებული visible light, ანუ ხილული სინათლე. აი ახლა ჩვენ სადაც ვიმყოფებით, ამ სივრცეში უპირატესად ჩვენი კანი ხილული სინათლისგან დასხივებულია. ამიტომაც არის, რომ ახალი თაობის პროდუქტები, საცხები, მზის დამცავი, როგორც წესი უკვე 4-მაგი ფილტრაციით გამოდის. თუ დავაკვირდებით, მათ აწერიათ, რომ ის არის ულტრაისფერი ასხივისგან დამცავი, ბესხივისგან დამცავი, ინფრაწითელი სხივისგან დამცავი და visible light-ისგან, ანუ ხილული სინათლისგან, ანუ 4-მაგი დაცვით გამოირჩევა. ანუ ის შიდა სივრცეშიც უნდა გვესვას, არა მარტო მხოლოდ გარეთ გასვლის დროს და ყველაზე ხშირად მოსახლეობა აკვირდება ხოლმე ეგრეთ წოდებულ SPF-ს. ეს არის მზის დამცავი ფაქტორი. როგორც ზოგადად, როდესაც საცხს აწერია SPF-ი, ეს ნიშნავს, რომ ეს საცხი არის მზის დამცავი, ანუ ის შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც იცავს მზის სხივისგან, მაგრამ SPF-ი გულისხმობს, თავისთავად გულისხმობს მხოლოდ ულტრაისფერი ბესხივისგან დაცვას. ალბათ ხშირი შეკითხვაც არის ხოლმე, ხო, რას ნიშნავს ის რიცხვი, რომელიც აწერია მაგალითად. პირობითად საცხს აწერია, რომ ის არის SPF 15-იანი. შემიძლია ესეც ავხსნა. SPF-ი ნიშნავს იმას, რომ თუ მაგალითად მე საცხის წასმის გარეშე ჩემი კანი მზის დასხივების ქვეშ 10 წუთში დაიწვებოდა, თუ მე გამოვიყენებ SPF 15-იან მზის დამცავს, ეს ნიშნავს იმას, რომ 15 უნდა გავამრავლოთ 10-ზე და აი ამ დროით, ანუ 150 წუთით ეს მზის დამცავი გადადებს იმას, რომ მე ვიყო მზის დამწრობისგან დაცული. თუმცა აქვე დაგეკითხებით, ბოდიშს მოხდით, შეგაწყვეტინეთ, ჩვენ ვიცავთ და ამავდროულად ხომ არ ვაფერხებთ ვიტამინ D-ს გამომუშავებას. რატო გეკითხებით ამას? იმიტომ რომ ძალიან ხშირად თუნდაც დღის ყველაზე ინტენსიური დასხივება, როდესაც ხდება, მაგალითად ზაფხულში, გადიან ზღვაზე და ბავშვებს მით უმეტეს, რაც ძალიან სახიფათოა, წაუსმევენ ხოლმე აი ამ საცხს და ფიქრობენ, რომ დაცულები ვართ. მაგრამ ამ დროს ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული დაზიანება. ეს ერთი მომენტი ბავშვების და მეორე
ამ საცხების გამოყენებით ხომ არ ვაფერხებთ, კიდევ ერთხელ უბრუნდები ამ ჩემ პირველ კითხვას, ხომ არ ვაფერხებთ D ვიტამინის გამომუშავებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის. საზოგადოებაში ზოგადად ხშირად არის გავრცელებული სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სპეკულაციები. ესეც ერთგვარი სამედიცინო სპეკულაცია, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ გარკვეული ტიპის ინფორმაცია, რაზეც დაფუძნებით ჩვენ უნდა რეკომენდაცია გავცეთ, ის უნდა იყოს გარკვეული ტიპის მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული, რაღაცა data უნდა იყოს, ანუ მონაცემები. დღეის მონაცემები ჩვენ რომ დავჯდეთ ერთად და გადავხედოთ მონაცემებს, ეს იქნება უფასო თუ ფასიანი სამეცნიერო ჟურნალები, კვლევები, სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, ზუსტად ეს data, ანუ მონაცემები, ჩვენ ვერ ვნახავთ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მზისდამცავის გამოყენება D ვიტამინის გამომუშავებას აფერხებს და უშლის ხელს. მეცაც ვიტყვი, არსებობს მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევები ჩატარებული, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მზისდამცავის გამოყენება არ უშლის ხელს კანს D ვიტამინის გამომუშავებაში და ამის სხვადასხვა ტიპის არგუმენტი არსებობს, რომელიც განხილულია ზუსტად ამ კვლევებში. ერთი ფაქტორი არის ის, რომ D ვიტამინის გამოსამუშავებლად მზის ულტრაისფერის სხივების კანის სუმცირე პატარა უბანზე ზემოქმედებაც კი საკმარისია, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ჩვენ რომ დღიური ადეკვატური რაოდენობა D ვიტამინისა მივიღოთ. ერთი კითხვა სანამ გადავალთ ბოლომდე, საუბარი არის იმაზე, რომ D ვიტამინის გამოსამუშავებლად 10 წუთით კი საკმარისია, სახე რომ მიუბუწყო. რით არის გამოწვეული თქვენი აზრით ესეთი ბუმი ტოტალური აი ამ D ვიტამინზე ანალიზებით და ყველას რომ ტოტალურად ყველას აქვს D ვიტამინის დეფიციტი. არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, ზოგადად ბოლო პერიოდია არა მარტო D ვიტამინზე, არამედ სხვადასხვა ტიპის ვიტამინებთან დაკავშირებით სერიოზული ესეთი ჭყალებში მოდა და ბუმი არსებობს. მის მიღებასთან დაკავშირებით შესაძლებელია მარჯვნივ გავიხედოთ, მარცხნივ გავიხედოთ და ყველა D ვიტამინს იღებდეს. ეს რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, არ არის დაფუძნებული მაღალი ხარისხის მეცნიერულ კვლევებზე. D ვიტამინის ინტერპრეტაციას, ანალიზის პასუხზეც დღემდეც ექსპერტები ძალიან დიდი დავა მიმდინარეობს თუ რა ანალიზის პასუხი ითვლება რეფერენსულ ნორმად. ასე მაგალითად მონაცემებს თუ გადავხედავთ 20-დან 100-მდე ითვლება ნორმად, რამხელა სხვაობა არის 20-ზე ქვევით თუ ჩვენ D ვიტამინს პასუხს მივიღებთ, ეს ითვლება უკმარისობად ან დეფიციტად. შესაბამისად ამაზე დიდი პოლემიკა მიმდინარეობს. მე ისევ დაუბრუნდები მზისდამცავებს. მზისდამცავის საცხები 100%-ით ულტრაისფერის სხივებისგან ვერ დაიცავს, ამიტომ ესეც ერთ-ერთი არგუმენტია იმისა, რომ ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, კანის პატარა უბნის ინსოლაციის შედეგად D ვიტამინი ადეკვატურად გამომუშავდება, ასევე იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მზისდამცავი 100%-ით ვერ დაიცავს ჩვენს კანს, ესეც ერთ-ერთი არგუმენტია იმისა, რომ მზისდამცავის საცხების არ გამოყენება არასწორია იმ მოტივით, რომ ჩვენ D ვიტამინის ნაკლებობა გვაქვს და არ მივიღოთ. რამდენად არსებობს კვლევები, ესეთი კარგი, ესეთი ჯვარედინი ბრმა, მულტიცენტრული, რომელიც ადასტურებს BB კრემის გამოყენების შემთხვევაში კანის კიბოს განვითარების რისკის შემცირებას. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ეგრეთ წოდებულ beauty balm-ებზე, BB კრემები, რომლებიც ბოლო პერიოდია პოპულარულია და უფრო უპირატესად ესეთი ტიპის BB კრემები მზისდამცავ ფაქტორებსაც შეიცავს, ანუ მზისდამცავისა ნივთიერებები ჩედის შიგნით. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისინი კიბოს განვითარების რისკის შემცირებას, რა თქმა უნდა, განაპირობებენ. მოსახლეობას ვთხოვ, რომ დააკვირდეს, როდესაც მზისდამცავ საცხებს შეიძენს, აუცილებლად SPF-ს მხოლოდ არ დავაკვირდეთ, მზისდამცავ საცხს უნდა ეწეროს, რომ მინიმუმ ის ულტრაისფერი 100 სხივისგანაც იცავს და პლუს ბესხივისგან. SPF-ი ნიშნავს ავტომატურად ბესხივისგან დაცვას, არ ნიშნავს 100 სხივისგან დაცვას, ამიტომ 100 სხივიც უნდა აუცილებლად ეწეროს. თუ 4 მაგი დაცვით იქნება,
ეს მთლად უკეთესი, ანუ შიდა სივრცეშიც ხილული სინათლისგან და ინფრაწითელი სხივისგანაც ვიქნები დაცული. სოლარიუმში რომელიც აქ ხო ამბობენ რომ ფილტრები აყენია, მავნე გამოსხივებისგან დაცული ადამიანი, იქ რამდენად არის ეს შემაკავებელი მექანიზმები და თუ არსებობს ესეთი ზღვრული გამოყენების საშუალება ამ სოლარიუმის რომ ისე რომ მავნე არ იყოს ჩვენი ორგანიზმისთვის. სოლარიუმის გამოსხივება, ულტრაისფერის სხივებით გამოსხივება 10-ჯერ აღემატება მზის პიკურ პერიოდში, აი მაგალითად ივლისის თვეში, დღის პირველ საათზე ან 2 საათზე მზის პირდაპირი სხივების დასხივების ქვეშ რო აღმოჩნდეთ. იმას აღემატება 10-ჯერ უფრო მეტად. ეხლა წარმოვიდგინეთ, რამდენად დამაზიანებელია ეს ჩვენი არა მარტო კანისთვის, არამედ მთლიანი ორგანიზმისთვის. შესაბამისად, ულტრაისფერი ხელოვნური სხივებით, ანუ სოლარიუმში შესulis არანაირი რეკომენდაცია არ არსებობს სამედიცინო თვალსაზრისით. შესაბამისად, მზის დამცავი ვერანაირად ვერ დაგვიცავს სოლარიუმში შესulis დროს თუ მას ვიყენებთ. მეცაც გეტყვით, იყო სპეკულაციები ასევე აი შილაქის ეგრეთ წოდებული გელაქის გაკეთებასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ დერმატოლოგებმა სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციები გავეცით, ასე ვთქვათ, გელაქის გაკეთების შემდგომ, როდესაც საშრობში, ასე ვთქვათ, ულტრაისფერის სხივები დასხივება ხდება მტევნის, ამაზეც კვლევები დაიდო, რომ მასაც დამაზიანებელი ეფექტი აქვს. შემდგომ იყო სპეკულაცია, რომ გარკვეული ტიპის სალონები იყენებდნენ ინფრაწითელ სხივს და არა ულტრაისფერ სხივს, ასე ვთქვათ, მაგრამ ინფრაწითელი სხივიც დამაზიანებელია ჩვენი კანისთვის, შესაბამისად, აქ იმ კუთხით, რომ ინფრაწითელი სხივი უფრო უკეთესია ვიდრე ულტრაისფერის სხივი, ესე ვერ ვიყავით. ამიტომ ზოგადად აი გელაქის გაკეთების დროს ჩვენ მოსახლეობას ურჩევთ ხოლმე, რომ საუკეთესო ვარიანტია თუ მაქსიმალურად იქნება დაცული ქსოვილით, ანუ მაგალითად ასე ვთქვათ, გადაჭრილი ხელთათმანები იქნება გამოყენებული, რომ ინსოლაცია დასხივება მტევანზე არ მოხდეს. ან მინიმუმ იქნას მტევანზე მზის დამცავი წასმული, რომ ჩვენი მტევანი იყოს დაცული ზუსტად ამ დასხივებისგან. ბატონ ზაზა, ჩვენთან სტუდიაში არის წარმოდგენილი ნორევას პროდუქცია. რომ აგვიხსნათ, რასთან გვაქვს საქმე. ეს წარმოდგენილი მზის დამცავი საცხები ეგრეთ წოდებული 2R-ში მოქმედების არის, ანუ იმის თქმა მინდა, რომ მათ დამატენიანებელი ეფექტიც გააჩნია. ეხლა მე ხელში რაც მიჭირავს, ეს არის მზის დამცავი ფაქტორი 50+-იანი, ამიტომ ეს ნიშნავს, რომ ის ულტრაისფერი ბესხივისგან 98%-ით იცავს. ეს რომელია? SPF 50-იანი, ესეც SPF 50-იანია. აი, ესეც SPF 50. ხოობა რა არის? ეს თინთინდარი, ანუ შეფერილია, ეს უფრო შეფერილი, უფრო მოსწონთ და უყვართ უფრო ქალბატონებს. განსხვავება ასევე არის თვითონ ფილტრაციის მექანიზმში. აი პირობითად ფილტრაციის მექანიზმი, აი ეს არის ფიზიკური ფილტრაციის, იმიტომ რომ ტიტანის დიოქსიდ შეიცავს, ანუ მინერალური ფილტრაციის არის. ზოგადად მინერალური, ანუ ფიზიკური ფილტრაციის ნივთიერებები ითვლება უფრო მაღალი დაცვის უნარით გამოირჩევიან. და ეს რაც მე ხელში მიჭირავს, ეს ქიმიურია. განსხვავება მათ შორის ის არის, რომ უფრო მეტად აი ეს ტიტანის დიოქსიდის და თუთიის ოქსიდის, ანუ მინერალური ფილტრაციის მზის დამცავი უფრო თეთრ კვალს ტოვებენ ხოლმე. ამიტომ ზოგჯერ არ უყვართ მოსახლეობაში, აი თეთრი კვალი როცა რჩება ხოლმე კანზე. თუმცა ამის საპირწონე თეთრ კვალს კი ტოვებს, მაგრამ უფრო მაგრად და კარგად იცავს. და ფორები არ იხშობა ამ ტიტანის დიოქსიდით? ტიტანის დიოქსიდი და თუთიის ოქსიდი არაკომედოგენურ ნივთიერებებად ითვლება, ამიტომ მათ ფორების დახშობის გამოწვევა არ შეუძლიათ. ეს რას წარმოადგენს? ექსფოლიაკი. ექსფოლიაკის ხაზი ეს არის უფრო ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი ხაზი. მაგალითად ექსფოლიაკის ხაზის მზის დამცავის გამოყენება უპირატესად ვურჩევთ ხოლმე იმ პაციენტებს, ვისაც აქვთ ცხიმიანი კანი, აკნე, ან აქვთ აი გამოხატული დიდი ზომის ფორები მაგალითად, მაგ შემთხვევაში ვურჩევთ ხოლმე. მაგალითად აი ეს აიქლენი შეიძლება გამოყენებული იქნას უფრო მშრალი კანის მქონე ადამიანისთვის. თავარი ფაქტორი არის ის, რომ ყველა მათგანი, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, არის ორმაგი დაცვით, ულტრაისფერი ასხივისგან იცავს, ბესხივისგან იცავს, ხილული სინათლისგან და ინფრაწითელი სხივისგან. ისეთი სერიოზული კომპანიები, როგორიც ფრანგული ნორევა,
სერიოზული ქიმიური ლაბორატორიები გააჩნიათ, რომელ ლაბორატორიებშიც იწყება კონკრეტულ ნივთიერებებზე ჩატარებული კვლევები, შემდგომ ეს კვლევები, რა თქმა უნდა, ღრმავდება და ამ კვლევებში შემდგომ იღებენ მონაწილეობას პაციენტები, ანუ ადამიანები და ნებისმიერი ეს იქნება მოვლის პროდუქტი თუ ზოგადად ვიწყვით მედიკამენტზეც, ნებისმიერი მედიკამენტის დამოწმებას, გამოყენებამდე ეფრუალს იღებს ზუსტად ამ კვლევებზე დაფუძნებით. ბატონ ზაზა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. იმუნიტეტში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ მალე დაგიბრუნდებით. იმუნიტეტი რეკლამის შემდეგ იმედის ეთერში დაბრუნდა. და როგორც ყოველთვის ნინა ჩვენს მაყურებელს უკვე ძალიან შეუყვარდა რუბრიკა ექიმთან, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ბლიც ინტერვიუს შევთავაზებთ ხოლმე ჩვენს გადაცემაში. მოდი მოისმინოთ. უყუროთ ჩვენს მაყურებელთან ერთად. თავარი მიზეზი რის გამოც გინეკოლოგი გახდით? ძნელი სათქმელია, რადგანაც მე ზოგადი ქირურგი ვიყავი და მე ჩემმა ფაქტურად თავარი მიზეზი ვიცი უკვე. არჩილ ხომაცოლიძე პროფესორი ჟორდანიას ინსტიტუტის დირექტორი იყო, მაშინ ტელევიზორში ვნახე და ჩემმა აცგანსონებელმა შეიძლება ითქვას ბებიამ ცაბუმ მითხრა, მე ვიცნობ და უნდა მიგიყვანო. ეს საერთაშორისო პერიოდი იყო და მაშინ ზოგადი ქირურგიდან ეს რომ ვნახე, საოცრება იყო. ეს იყო თავარი ტრიგერი, როდესაც ვიფიქრე, რომ აი ამ დარგში, განსაკუთრებით გინეკოლოგიასა და რეპროდუქტოლოგიაში, ჩემი ბედნიერება უნდა მეპოვო. მაშინ სიტყვა ბედნიერება არავინ ვიცოდით. მიღწევა, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობთ. გავბედე და გავხდი ის, ვინც ვარ. ჩვენს მიერ შექმნილი ერთ სამუშაო დღეში 3-დან 4 ახალ სიცოცხლეს ვქმნით. შარშან წლის განმავლობაში 847 იყო ასეთი, სამუშაო დღეების რაოდენობა 259. და საერთო სიმაღლე ჩემს მიერ, ჩვენ კლინიკის მიერ შექმნილი ბავშვებისა 15 წლის განმავლობაში ევერესტის სიმაღლეზე მაღალი აღმოჩნდა 9000 მეტრზე მეტი და უფრო მაგარი კონფერენციაზე თქვი შემდეგი მთა რა არის თქო და ერთმა დოქტორანტმა მითხრა რომ ოლიმპოს maps არის მარსზე 24 კილომეტრია დაახლოებით და წერალ კეკელიძესთან ერთად საღამოს წიგნზე ვმუშაობთ კიბოს გადარჩენას და იქ გამეხსნა გონება და ვთქვი ეს მთა უკვე დავძლიე და როგორ თითო შვილს ერთი დედა და ერთი მამა ყავს ისინიც ხო ხელახლა იბადებიან როცა უშვილობის მერე შვილი და საერთო ჯამში მათი სიმაღლეები 25 კილომეტრს აცილდა რომ დავიან გარეშე ანუ ოლიმპოს მარსის მთაც ჩვენია დღეში 3 ახალი სიცოცხლე 3-ზე მეტი აი მიღწევ რა არის ყველაზე გავრცელებული მითი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე? ადამიანთა მეტი ნაწილი ვერ აქცევს ყურადღებას წლოვანებას და ის რომ ქალის რეპროდუქციულ ასაკი, განსაკუთრებით ქალის ასაკ დამოკიდებულია და 35 წელს ზემოთ მნიშვნელოვნად მცირდება, ეს არიციან და ამბობენ, აი შეიძლება მითათაც იყოს. ბებია ჩემის დედას ან მეზობელს ჩვენსას 48 წლის ასაკში 50-ში შეეძინა. შესაძლოა, მაგრამ ეს 8 მილიონიდან შეიძლება იყოს 0.001%. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც რეპროდუქტოლოგს უნდა ჰქონდეს? ადამიანურობა. ანუ ემოციების კარგად ფლობა, სიმშვიდის ფლობა, რათა ჩვენთან რეპროდუქტოლოგებთან უმეტესწილად ახალგაზრდა ჯამრთელი ადამიანები მოდიან შვილის ყოლის სურვილით და მათ პირველ რიგში ადამიანური და საექიმო, ფსიქოემოციური და პროფესიული ნაზავი ერთად ჭირდებათ, ზოგჯერ ფსიქოლოგიური კიდევ უფრო მეტი. რა შეცვალა თქვენში ბედნიერების ელჩის სტატუსმა? ერთ-ერთ სკოლაში ჩემი იკიგაის, ანუ დარჩენილი ცხოვრების მთავარი მიზნის აღსრულების გზაზე ბედნიერების საელჩო გავხსენით შარშან. და წელს ამ მაწვილებმა 1 თებერვალს საკუთარი თავის სიყვარულის დღე მათივე ინიციატივით დააარსეს, ვიკიპედიაში შეიტანეს და სხვა. დღესაც ამ გაკვეთილზე დავდივარ რეგულარულად ბავშვებთან, ხვალდილითაც მივიქნები სამსახურამდე და დავფიქრდი, სწორედ გუში ვფიქრობდი ამაზე. ბევრი და ბევრი ადამიანი უკვე უფრო ხელშესახებად სიამოვნებას იღებს და ბევრნი ამბობენ, რომ ბედნიერებასაც ამ ურთიერთობებით.
ეს სტატუსი მათ ამაში ძალიან ეხმარებათ, რომ ბედნიერების ელჩთან, ბედნიერების ადამიანთან საუბრები. მე რა თქმა უნდა კიდე უფრო მეხმარება, რათა ყოველ დღეს როგორც კი მოგადატანილი, აი ხდება 4 დღეში, 5 დღეში 15 წელი, ბოლო ჩემი კიბოს ოპერაციიდან უფრო ბედნიერი ხდები. ყოველ დილით ხელახლა ვიწყებ სიცოცხლეს. თუ ყოველ დილით შენ თავს ზრდი და წვრთნი, მაშინ ხელახლა იბადები და შენ ბედნიერებას ქმნი. რას ნიშნავს ბედნიერება თქვენთვის ერთი წინადადებით? როცა სიცოცხლე გიხარია, აქ და ახლა, აი ეს არის ბედნიერება. არც გუშინდელზე ნანობ. არასოდეს ინანო მიღებული გადაწყვეტილება მიუხედავად შედეგისა, ნუ ეჭხუბები საკუთარ თავს და უმეგობრდი და არც ხვალინდელზე შფოთავ. ცხოვრობ აქ და ახლა. აი ეს არის ბედნიერება. რა არის ყველაზე რთული თქვენს პროფესიაში? როდესაც საოპერაციო მაგიდასთან დგახარ და პაციენტის ბედი და მომავალი სიცოცხლის ბედი იმ მომენტში შენს მიერ გავლებული, ვთქვათ, პირობითად განაკვეთის, ანუ ქირურგიული მოქმედების დამოკიდებული პროცესია და ეს ნათლად არ ჩანს საით უფრო შესაძლოა იყოს უკეთესი. და ამ დროს მე ყოველთვის ვამბობ მსოფლიო კონგრესებზე წარმოიდგენ თითქოს ჩემი ოჯახის ჩემი შვილი იქ იყოს, რასაც მივიღებ გადაწყვეტილებას, ის არის ერთადერთი და მასზე განსჯა აღარ არის, იმიტომ რომ ემოცია საკუთარ თავზე გაქვს, საკუთარ შვილზე ცოდნა მაქსიმუმი. ის არის ერთადერთი გადაწყვეტილება. ეს მარტივი არ არის. ერთი რჩევა, რაც ყველა ადამიანს უნდა მისცეს ექიმმა. მე ცოტა უფრო შორს წავიდოდი და ერთ ფრაზას, რომელსაც მხოლოდ მეტის დატოვება რო არ შემეძლოს ჩემი შვილებისათვის დავტოვებ თქო, არასოდეს თქვა არასოდეს. ეს მუდმივ განვითარებას ნიშნავს. ეს ნიშნავს არასოდეს შეგეშინდეს, ეს ნიშნავს შიშიც ერთ-ერთი ადამიანური თვისებაა. უბრალოდ სასოწარკვეთაში არ ჩავარდე. და იგივე პაციენტებზე, როდესაც მათ რეპროდუქტოლოგიის ნაწილში ვეუბნები, 21 საუკუნეში თითქმის არ არსებობს დიაგნოზი, რომლის გვერდისავლა არ შეიძლებოდეს, ანუ შვილოსნობის რეალიზება, დედად და მამად გახტომა ნამდვილად შეგიძლიათ. დრო და მოთმინება. პროფესიული რჩევა, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა. დიდად რჩევებით განებრივული არასოდეს ყოფილ ვარ. ამიტომ ალბათ ასეც ვერაფერს მოვიგონებ. რჩევასთან მიმართებით კი ერთს ვიტყვი. დღეს მანტრების წიგნზე ვმუშაობდი. რჩევის მიცემა ძალზედ რთული და სენსიტიური საკითხია. ამიტომ მე მოქმედებ ასე. ხელის გულზე დაგიწყობთ რა ვიცი ამის შესახებ, ეს იქნება სამედიცინო თუ ცხოვრებისეულ საკითხებზე, მაგრამ მინიმუმ 3-ჯერ ვიმეორებ, ეს რჩევა არ არის. ეს ის არის, რაც მე ვიცი, თქვენ აიღეთ აქედან რაც გინდათ და პასუხისმგებლობა თქვენ თავზე აიღეთ. რადგანაც ადამიანებს ძალიან სჭირდებათ გააცნობიერონ, რომ ეს გადაწყვეტილება მათია და არა ვიღაცის. რომ არა ექიმი ვინ იქნებოდით? ბევრჯერ მithქვამს 10-ჯერ რომ დავიბადო, 10-ჯერვე ექიმი და 10-ჯერვე რეპროდუქტოლოგი გავხდებოდი თქო. ეს ახლა ასე მესმის ამ გადმოსახედიდან. არ ვიცი, დანარჩენი ჰობი პროფესიებიც მაქვს, ძეგლებს დგამდა მსოფლიოში ძეგლების რაოდენობამ და ზომამ, ეიფელის კოშკს გადააჭარბა, ხატავ, ვწერ, ბოლოს და ბოლოს პირველი ოფიციალური ასტრონავტი ვარ მომავლისა. ადამიანი ვიქნებოდი. რას ეტყოდით იმუნიტეტის მაყურებელს? იმუნიტეტი მაგარი რამ არის. ალბათ მთავარი მათ შორის კიბოს დაძლევაშიც კი და ცხოვრების დაძლევაში. და იმუნიტეტზე მუშაობა საკუთარ თავზე, საკუთარ გამოწვევებზე და საკუთარ ბედნიერებაზე შრომას, ჩაღრმავებას და მის მიღებას, საკუთარი თავის მიღებას ისეთაც როგორიც ვარ და მუდმივ ცვლილებებს. აი ეს არის ვფიქრობ იმუნიტეტის ამაღლებაც და ცხოვრების კარგად გაცნობაც, ცხოვრებით გალაღება. ძალიან საინტერესო ბლიც ინტერვიუ იყო
ჩვენ თვითონაც ძალიან დიდი სიამოვნებით ვუყურეთ და ახლა კი ჩვენს მაყურებელს ჩვენი პარტნიორების შესახებ შევახსენებ. და გადაცემის სპონსორია GM Pharma, ის წარმოადგენს საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვებით დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს და საქართველოს GMP-ს სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. და გადაცემის სპონსორია წყალი მთის. ნინა, სიახლე გვაქვს წყალი მთის და პარი სენ-ჟერმენის ერთობლივი პროექტი. ანუ 4 წლის მანძილზე ეს ორი უდიდესი ბრენდი იქნება პარტნიორი. და ახლა კი ჩაგვერთვება ბატონი დავით ოქროპილაშვილი, იგივე დანტესი, ადამიანი, რომელმაც მარიამ კოხრეიძის პრობლემის მოსაგვარებლად საზოგადოებას ჩართულობას თხოვდა და წარმატებით გამოუვიდა კიდეც. საზოგადოების ინტერესი მარიამის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დიდია და ახლა დავითი მის შესახებ თავად მოგვიყვება. მოგესალმებით ბატონო დავით. მოგესალმებით. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამხელა მანძილიდან, ამხელა დისტანციიდან გვერთვებით. ბატონო დავით, მოდით ზოგადად გითხარით, რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე, როგორ მოხდა ამხელა ამბის, ამხელა საოცარი ამბის განხორციელება, შეიძლება ითქვას მართლაც რომ მსოფლიო მასშტაბით. მოგვიყევით ორი სიტყვით. კი ბატონო, რა ვიცი, ეს ისტორია დაიწყო მიმდინარე წლის დასაწყისში, სადღაც იანვრის პირველ რიცხვებში, როდესაც მარიამი გავიცანით საახალწლო სურვილებს ვაწერინებდით და როდესაც მარიამმა გითხრა რა სურვილი ჰქონდა, გითხრა რომ უნდა წიგნები საახალწლო სხვა არაფერი. თან შუაღამე იყო იმ დღეს იმ დროს არ ეთქობოდა მარიამს რაიმე პრობლემა რომ ჰქონდა ისე აჩკარად, მაგრამ როდესაც წიგნებიც მიუტანეთ, სხვა სურვილი არ ჰქონდა არაფერი, შევატყვეთ აჩკარად, რომ ხმის პრობლემა ჰქონდა, საუბრის პრობლემა და ყბაზე ჰქონდა პრობლემა. აი ეს ყველაფერი შევატყვეთ. შემდეგ ხალხის თხოვნა იყო რომ იქნებ რაღაცნაირად ამ ბავშვის პრობლემა მოვაგვაროთო. შემდეგ გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, მედეა იოვაშვილი, ადამიანი რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა თავის თავზე, აქ მუშაობს, თარჯიმნად მუშაობს და ასისტენტად სხვადასხვა კლინიკებში და დაუკავშირდა ექიმს, რომელსაც თხოვა რომ თავისი ოპერაციის ფასური არ აიღო, ანუ თავისი ხელფასი არ აიღო ამ ოპერაციაში და მოგვიწევდა თანხის როება მხოლოდ კლინიკის ხარჯებისთვის და ასევე პროტეზებისთვის. რადგან დათანხმდა ეს ექიმი, თურქი ექიმი და შემდეგ დავიწყეთ უკვე თანხის შეგროვება ერთობლივი ძალებით, მობილიზება გავაკეთეთ ამ ყველაფრისთვის და კი მივიღეთ საბოლოოდ ეს შედეგი. ძალიან მაგარი საქმე გააკეთეთ და ჩვენგან ძალიან დიდი მადლობა და ძალიან სასიხარულოა რომ არსებობენ ესეთი ადამიანები, რომლებიც არაფერს არ ელიან და უბრალოდ აი კეთილი ნებით ასეთ საქმეს კიდებენ. ეს არის ზუსტად ის კეთილშობილება, რომელიც რა თქმა უნდა აქვს ადამიანებს ამ ურთიერთობებში ერთმანეთის მიმართ და ეს არის ზუსტად ის გულწრფელი დამოკიდებულება, რომელიც თქვენ გამოხატეთ მარიამის მიმართ. ბატონ დავით, აქვე კითხავთ თქვენ როგორც არაექიმი, როგორც პროფესიონალი ფოტოგრაფი, აი, ქონდათ თუ არა ზოგადად ინფორმაცია მარიამის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და როგორ უნდა მოქცეულიყავით, როგორ მოძებნეთ ეს კლინიკა, ეს სპეციალისტი, ვინ დაგაკვალიანათ თქვენ? ჩვენ პირადად როდესაც მივედით მარიამთან, ვიცოდი მეზობლებისგან, რომ ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობდნენ, მრავალშვილიანი ოჯახი იყო. ჩვენი ძირითადი ინტერესი იყო, რომ საახალწლოდ გაგვეხარებინა ბავშვები და საახალწლო სურვილები შეგვესრულებინა. რაც შემდეგ მოხდა, საზოგადოებისგან იყო ეს წამოსული, რომ აშკარად ხმის პრობლემა ჰქონდა, მარიამს საუბრის პრობლემა ჰქონდა, აი ზრდაც შეჩერებული ჰქონდა და ძალიან სუსტად იყო იმის გამო, რომ ვერ ჭამდა თითით უწევდა კერძების პირთან მიტანა. ამის გათვალისწინებით მე ბევრი ზებნა არ დამჭირებია სიმართლე გითხრათ, მე დიდად ვერ ვერყევოდი ამ ყველაფერში და მეიწვიც კი მეპარებოდა, რომ საერთოდ შესაძლებელი იქნებოდა ასეთი პრობლემის მოგვარება და აი ის პიროვნება მედეა იოვაშვილი დაუკავშირდა თავად ოჯახს, აქ ყავს ძალიან დიდი სანაცნობო, სტამბოლში ცხოვრობს, ექიმსაც თვითონ დაუკავშირდა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მედეას ამისთვის. კი ბატონო, ნამდვილად სული და გული იყო ამ საქმეში. აი ჩემიდან იყო ინიციატივა, როგორც მარიამი გამოგვეჩინა ასპარეზზე და მაგის შემდეგ უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ ადამიანს აი დაწყების დღიდან შემდეგ ყურადღებას ნებისმიერ რაღაცაში ძალიან გვიდგანან გვერდით. ფასდაკლებებით ძალიან კარგად გაკეთა, ანუ ექიმმა არა იყო თავისი ღირებულება
ამ ყველაფერში და ძალიან შეღავათი გაკეთდა აქედან გამომდინარე. დიაგნოზი სად იყო დასმული საქართველოში, თბილისში თუ როდესაც უკვე ჩახვედი სტამბოლის კლინიკაში, იქ დაისვა უკვე დიაგნოზი, გამოკვლევებიც იქ ჩატარდა და შემდგომში რა თქმა უნდა ოპერაცია. ტომოგრაფია გადმოიგზავნა საქართველოდან და შედგა აქ კვლევები მარიამის ჩამოსვლის გარეშეც და გითხრეს რომ ოპერაცია არ იქნებოდა პრობლემა. პროტეზების დამზადებაც დაიწყო ასე იმ გადაღების მიხედვით და მარიამი ჩამოვიდა პირდაპირ ოპერაციის გასაკეთებლად. აქ კვლევები ჩაუტარდა, სრულიად გამოიკვლიეს მარიამი, გულზეც გამოიკვლიეს გენები როგორ ქონდა, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი. გასაგები ერთია. ანალიზი ყველაფრის ანალიზები აიღეს და ამ ყველაფრის შემდეგ დაინიშნა ოპერაცია. გითხრეს რომ რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა არ იყო, რაც მარიამის ოპერაცია შეუშლიდა ხელს. ანუ ეს დიაგნოზი თანდაყოლილ პათოლოგიად განისაზღვრა ხომ სავარაუდოდ მე ხომ არ ყოფილა რაიმე ტრავმა ან განვითარების მანკი. იქ როდესაც ეკითხებოდნენ რომელი ანალიზი იყო გენის შესახებ ანალიზი, როდესაც ეკითხებოდნენ გვითარდნენ და იქ მედიას უსვამდნენ კითხვებს და თუ კი ქონდა ეს თანდაყოლილი თუ იყო და მე-6 წლის ასაკამდე არ შეუმჩნევიათ ეს რომ ეს პრობლემა ქონდა. 6 წლის შემდეგ შეამჩნიეს, მაგრამ ტრავმასთან არ იყო რაიმე კავშირში, რაიმე კონკრეტული ტრავმით არ არის გამოწვეული. სავარაუდოდ მანამდეც ქონდა ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე იჩინა თავი. და გვაინტერესებს რას ამბობს ქირურგი, ექიმი, რომელმაც ეს ოპერაცია ჩაატარა, რამდენი ხანი გასტანს მარიამის რეაბილიტაციის პროცესი და თუ არის შესაძლებელი ეს რეაბილიტაცია უკვე საქართველოში გაგრძელდეს. კი ბატონო, აუცილებლად ეგ მოლოდინები გვაქვს. ექიმა გითხრა რომ ყველაფერი ძალიან კარგად დასრულდა. ჩემს ვიდეოებშიც ვამბობდი ოპერაციის დროს, რომ როდესაც მედია მესაუბრებოდა, თვითონაც ძალიან ბედნიერი იყო, რაილოცაო მთელმა საქართველომ ამდენი ამბავშზეო, ერთი პატარა პრობლემაც არ შექმნილა, სატურაციაც არ მქონიაო, შემდეგ გავიგე რომ სისხლის გადასხმა არ დაჭირვებია, საერთოდ უპრობლემოდ წავიდა სრულიად მარიამის მკურნალობა, არც რეანიმაციაში დაგჭირდა აყვანა, პირდაპირ პალატაში ამოიყვანეს და აქედან გამომდინარე ძალიან სწრაფ ტემპში მიდის მარიამის მკურნალობის და რეაბილიტაციის პროცესი. როგორც გითხრეს, დაახლოებით 4-5 დღეში შეიძლება თვის ბოლომდეც აქ მოგვიწიოს ყოფნა და შემდეგ სავარაუდოდ გავუშვებენ საქართველოში, წამოვალთ ერთად საქართველოში და უკვე საქართველოში გააგრძელებს რეაბილიტაციას. ბატონ დავით, მაშინ მოგვეცით პირობა, რომ აუცილებლად გვესტუმრებით მარიამთან ერთად ჩვენს გადაცემაში. მაგას მარიამის გარეშე მე მგონი ვერ ვიტყვით, მაგრამ ვთხოვოთ აქედან მარიამს. ჩემი პირობა მოგცეთ, მე თანახმა ვარ, დანარჩენ სიტუაციაზე მარიამსაც გავესაუბროთ და თუ კი მარიამის თანახმა იქნება, გესტუმრებით აუცილებლად. ჩვენგან კი ძალიან დიდი მადლობა. ასეთი ენთუზიაზმისთვის, ასეთი სიკეთისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ მარიამისთვის და ბევრისთვის ეს იქნება, ასე ვთქვათ, მაგალითი, როგორც უნდა მოიქცეს ნამდვილი ადამიანი. ქალბატონ მედია ჩვენგან ძალიან დიდი მოგითხრა, დიდი მადლობა და ბევრი სიკეთე და ბევრი წარმატებული პროექტი ქონოდეთ ცხოვრებაში, რასაც ქვია სიკეთე. თქვენ ყველაფერი კარგი მოგცეთ. თქვენმა დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მადლობა თითოეულ ადამიანს. ვინც ყველაფერში მიიღო მონაწილეობა, გულთან მიიტანა მარიამის ტკივილი და ეხლაც გულმხურვალედ გულშემატკივრობს მარიამს. დიდი მადლობა ყველას. გაიხარეთ. ნახვამდის მადლობა. და ნინა, ასეთ პოზიტიურ ნოტაზე მე ვფიქრობ, უნდა დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. იმუნიტეტი ამით დასრულდა, ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში 16 საათზე. გვიყურეთ და აიმაღლეთ თქვენი იმუნიტეტი.